რა მოხდება თუ სამყარო შენზეა დამოკიდებული? ფიზიკური სამყაროს widely accepted ნიუტონისეული მოდელი, რომელიც დაყოფაზეა დაფუძნებული, ანუ შენ ადამიანი ცხოვრობ ფიზიკურ სამყაროში, რომელიც ექვემდებარება გარკვეულ ბუნებრივ წესებს, როგორებიცაა მიზიდულობა და თერმოდინამიკა, დღეს ეჭვქვეშ დგება. ამ მოდელის მიხედვით სამყარო შიგან დამოუკიდებელი და განცალკევებულია. მაგრამ კვანტური ფიზიკის შემოსვლამ ყველაფერი შეცვალა. თუმცა ეს ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ მეცნიერების დონეზე მოხდა. სულიერ სამყაროში კი ეს ჭეშმარიტება ათასობით წლის წინ გასცეს ისეთმა ოსტატებმა, როგორიცაა ჰერმეს ტრისმეგისტუსი. იგი ასწავლიდა პრინციპს, რაც ზემოთაა, იგივეა რაც ქვემოთ, რაც ქვემოთაა, იგივეა რაც ზემოთ. ეს ნიშნავს, რომ სამყარო არის ჰოლოგრამა, სინათლის მატრიცა, რომელიც არკეს ჰგავს. ის ერეკლავს იმ შეგნებას, რასაც ადამიანი მასზე გადმოსცემს. საბოლოოდ კვანტური ფიზიკაც ამავე დასკვნამდე მიდის, რომ შესაძლოა რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ, დამოუკიდებელი სულაც არ იყოს, არამედ შესაძლოა ის იქნება დამკვირვებლების, ანუ ადამიანის შეგნებით. შეიძლება რეალობას თავად შენაჩენ, გარკვეული ფორმით. კვანტურ ფიზიკაში დღეს უკვე განიხილავენ იდეებს, როგორებიცაა მულტისამყარო და უსასრულო დროის ხაზები. ნეველ გოდარდმა თავის წიგნში მეოთხე განზომილებით ფიქრი ამ თემაზე ისაუბრა. მან თეორია წამოაყენა, რომ ჩვენი სამგანზომილებიანი რეალობა ითარგმნება მეოთხე განზომილებიდან, სადაც ყველა შესაძლო რეალობა უკვე არსებობს, უსასრულო ვარიანტები შენი ცხოვრების. კვანტურ ფიზიკაში, როგორც დოქტორ ჯო დისპენზია ამბობს, არსებობს უსასრულო შესაძლებლობების ველი, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლო შედეგს, რაც კი შეიძლება შენ ცხოვრებაში მოხდეს. ეს უსასრულო შესაძლებლობების ველი, ან როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, კვანტური ველი შეიძლება მივიჩნიოთ იმ იდეად, რომელზეც ჰერმესი საუბრობდა თავის სწავლებში ათასობით წლის წინ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ არსებობს ასეთი ველი, რომელიც უკვე შეიცავს შენი ცხოვრების ყველა შესაძლო ვარიანტს, რაც ყვეთს იმ რეალობას, რომელშიც ახლა ცხოვრობ. დრო სამგანზომილებიანი კონცეფტია. ის არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ არ არსებობს უფრო მაღალ განზომილებაში. ანუ იმ დონეზე ყველა ის ვერსია, რაც კი შენ შეგიძლია იყო, უკვე ფაქტია. მაგრამ შენ აქ ხარ ცხოვრობ შეზღუდულ ცხოვრებას ამ კონკრეტული დროის ხაზში. რაც ყვეთს იმას, რომ ამ კონკრეტულ ვარიანტში ხარ და არა სხვაში. აქ ნიუტონისეული მოდელი ნელ-ნელა იშლება და ჩვენ ვიწყებთ გადასვლას განცალკევებულობისგან ერთიანობის შეგნებაზე. კვანტური ველი რეაგირებს იმ შეგნებაზე, ვინც მასთან ურთიერთობს, შენი ფიქრებით, გრძნობებით და ყოფიერების მდგომარეობით. ველი აფორმირებს იმ რეალობას, რომელსაც შენ საკუთარ თავზე იღებ, შენი შინაგანი მდგომარეობით. შენ ვინც საკუთარ თავს წარმოიდგენ როგორც ერთთლიანობა სამყაროსთან, სამყაროც იმავეს გაჩვენებს. სარკე არ გაჩვენებს ღემოს, თუ თვითონ არ გაუღიმე, სარკე შენზეა დამოკიდებული. შენ თუ იღიმი, ისიც იღიმის. ყველა, ანუ ღმერთი, სამყარო, კვანტური ველი, ირეკლავს შენ შინაგან სამყაროს. ყველას მიზანია განიცადოს უსასრულო ვარიანტები და უნიკალური გამოცდილებები, მაგრამ ის არ ჩაერევა შენს არჩევანში, რადგან მას სურს თავისუფალი ნების საშუალებით შექმნილი ნამდვილი თავგადასავალი. შესაბამისად, ის შენზეა დამოკიდებული, უნიკალურ ცნობიერებაზე, რომელიც შენ ხარ, რომ განაგრძოს თავისი გაფართოება. შენ გაქვს თავისუფალი არჩევანი ნებისმიერ მომენტში. შეგიძლია ახლა გაუღიმო უსასრულობის სარკეს და მცირეხნიანი დაგვიანებით, მაგრამ გარდაუვალად ისიც გაგიღიმებს. დაგვიანება მხოლოდ სამგანზომილებიან სამყაროში არსებობს, რადგან აქ მოვლენები თანმიმდევრულად ხდება. მაგრამ მაინც სარკე ყოველთვის დაგიბრუნებს იმ შინაგან მდგომარეობას, რასაც ასხივებ. ეს მდგომარეობა მოდის მეოთხე განზომილებიდან, სადაც ის უკვე ფაქტია. ნევილ გოდარდის სწავლებით, თუ დაჟინებით გაჩერდები იმ მდგომარეობაში, ვინც გსურს იყო, სარკე ვალდებულია აირეკლოს ეს. სარკეს არ აქვს საკუთარი ნება. თუ ექნებოდა, არ იარსებებდა ჭეშმარიტი გამოცდილება ყველასთვის. ყველას სურს განიცადოს, რას ნიშნავს იყო შენ, აქ და ახლა. ეს გამოცდილება არ იქნება აუთენტური, თუ ის თავის ნებას მოგახურს. უსასრულობამ თავი შეზღუდა, რომ შენში განიცადოს ჭეშმარიტი თავგადასავალი. ის შენზეა დამოკიდებული ახლა და აქ, რომ აირჩიო რა უნდა განიცადო. შენ და ყველა ერთნი ხართ, მაგრამ ამ სამყაროში ზეციური დავიწყების ველის გამო ამას ვერ ვაცნობიერებთ. ეს გავს იმას, თითქოს შენი ნებით საკუთარ თავს დაავიწყე ვინ ხარ, რომ ითამაშო ერთი დიდი ვირტუალური თამაში და მთელი გულით იწამო, რომ ეს თამაში რეალურია. როცა თამაში გირტყავენ მართლა გტკივა, იმიტომ რომ გონია ეს ნამდვილია, მაგრამ როცა იცი, რომ ეს მხოლოდ თამაშია, სიკვდილეს აღარ გეშინია, რადგან იცი, შენი ჭეშმარიტი სახე უსაფრთხოდაა. სწორედ ამიტომაც ზოგჯერ ცხოვრება სასტიკად გვეჩვენება და ვეკითხებით თავს, როგორ შეიძლება ღმერთმა ამის ნება დართოს. ახლა იცი, ეს ღმერთი არ არის, შენგან განცალკევებული არსება, ვინც ამას შენ გიკეთებს. შენ და მე ვართ ისინი, ვინც საკუთარ თავს ეს გავუკეთეთ. არაცნობიერი არჩევანით, როგორი ვიყოთ და როგორ ვიგრძნოთ თავი. თუ სარკეს წინაშე გიჟივით იქცევი, ის შენს გიჟად გაჩვენებს. ის ვერ გაჩვენებს წარმატებულ და ბედნიერ ადამიანს, თუ შენ არ ხარ ეს შინაგანად.
რამდენიმე წლის წინ ყველაფერი რაც მსურდა თავისუფლება იყო. ჩემს თავს ძალზე გაჭედილად გრძნობდი და სამყარო მართლაც ასე მეპყრობოდა. შემდეგ წავიკითხე ნევი გოგარდის ნაშრომი. მანამდე ვერ ვიჯერებდი, რომ მოყვარული ღმერთი საშუალებას მისცემდა ადამიანს ასე ეთკინა. ან მე უშვებდი შეცდომას ამ ყველაფერი, რაც ღმერთზე მასწავლის ტყუილი იყო. წიგნის წაკითხვის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩემი გარემო არ შეცვლილა. შეიცვალა ჩემი შინაგანი სამყარო. მე ვცხოვრობდი კორპუსში, რომელსაც ძვირფასო დარბაზი ჰქონდა, მაგრამ წელიწადზე მეტხანს იქ ფეხი არ დამიდგავს. რატომ? შინაგანად გაჭედილ ადამიანს ვგავდი. ასე რომ მთელი ის სილამაზე და შესაძლებლობები, რაც კი ჩემს გარშემო იყო, უბრალოდ ვერ ვხედავდი. შემდგომ თითქოს წამში შინაგანად შევიცვალე და დავიწყე მის დანახვა, რაც მანამდე ჩემს წინ იყო. შანსები, შესაძლებლობები, თავისუფლება. ადამიანები, ვინც საკუთარმა ცხოვრებამ აღარ დააკმაყოფილა, წავიდა მოშორებით სიმდიდრის საძიებლად. არ იცოდა, რომ საკუთარ მიწაზე ჰქონდა ალმასების მინდვრები და საბოლოოდ, ვინც მის მიწას ფლობდა, სწორედ მან აღმოაჩინა სიმდიდრე. დასკვნა. სანამ გარე სამყარო შეხედავ, დააკვირდი, ვინ ხარ შენ შინაგანად. შენ ფიქრობ, რომ გაჭედილი ადამიანი ხარ? სარკე ზუსტად ამას გაჩვენებს და არაფერს სხვას. რადგან სარკე, ანუ კვანტური ველი, ღმერთი ან ყველა, შენზეა დამოკიდებული. შენ ხარ შენი ხომალდის კაპიტანი. შენი ბედი შენს ხელშია.